საშინაო სკოლის გაკვეთილებს წარმოგიდგენთ კომპანია სილქნეტი. გაკვეთილის თემაა წფივი ერთუცნობიანი განტოლება. თუ მოცემულია ორი გამოსახულების ტოლობა, რომელთაგან ერთი მაინც შეიცავს ცვლადს და დასმულია ასეთი ამოცანა. ვიპოვოთ ცვლადის ის მნიშვნელობები, რომელთათვისაც ამ გამოსახულებების მნიშვნელობები ერთმანეთის ტოლია. ანუ რომელთათვისაც მიიღება სწორი ტოლობა. მაშინ ვიტყვით, რომ მოცემულია განტოლება. მოდით დავწერ მაგალითებს. აი მაგალითად 2x მიუმატოთ 3 უდრის 5-ს ან 2x მიუმატოთ 3y უდრიდეს x + 4-ს. აბა ნახეთ, მოცემულია ორი გამოსახულების ტოლობა. აქ მარჯვენა მხარე რიცხვითი გამოსახულებაა და მარცხენა ასოითი. აქ ნახეთ, მოცემულია ორი გამოსახულების ტოლობა. აქ ორივე გამოსახულება შეიცავს ცვლადს. ასეთ განტოლებას ქვია ერთუცნობიანი განტოლება. მასში ერთი უცნობია. აი ამ განტოლებას ორუცნობიანი განტოლება ეწოდება. რა არის, მოდით ვთქვათ, რა არის განტოლების ფესვი? ანუ განტოლების ამონახსნი. განტოლების ამონახსნი ან განტოლების ფესვი ეწოდება ცვლადის იმ მნიშვნელობას, რომლისთვისაც განტოლების ორივე მხარე ერთმანეთის ტოლია, ანუ ტოლი მნიშვნელობის მქონე გამოსახულებებია. განტოლების ამოხსნა ნიშნავს ვიპოვოთ მისი ყველა ფესვი, ან დავასაბუთოთ, რომ განტოლებას ფესვი არ აქვს. ჩვენ დღეს არ განვიხილავთ ორუცნობიან განტოლებებს, ჩვენ განვიხილავთ ერთუცნობიან განტოლებებს, აი მაგალითად როგორიც ეს განტოლება გახლავთ და ამასთანავე წრფივს, როგორია წრფივი ერთუცნობიანი განტოლება. ax უდრის b სახის განტოლება. გახლავთ წრფივი ერთუცნობიანი განტოლება. მე სანამ მის ამონახსნებზე ვისაუბრებდე, ამოგიხსნით სამ განტოლებას. სამივეს ერთდროულად ამოვწერ. ეს განტოლებებია 3-ჯერ 4x + 5 უდრის -2 უდრის 2-ჯერ 5x + 7. შემდეგ 3-ჯერ 4x + 5 -2 უდრის 2-ჯერ 6x + 7 და მესამე განტოლებასაც აქ დავწერ. 3-ჯერ 4x + 5 -1 უდრის 2-ჯერ 6x + 7. აი ამ სამ განტოლებას ამოვხსნი პარალელურად. მოდით ვნახოთ. გავხსნათ ფრჩხილები, მივიღებთ 12x plus 15 - 2 13-ია უდრის, გავხსნათ ფრჩხილები 10x plus 14-ს, ცვლადები ერთ ხარეს, უცნობები ერთ ხარეს გადავიტანოთ, მივიღებთ 2x უდრის 14-ს გამოკლებული 13 ერთს. x 1/2-დია. მაშინ როგორ წეღან ვთქვით, x უდრის 1/2-დის დროს ამ განტოლების ორივე მხარე ერთი და იგივე მნიშვნელობას მიიღებს. ტოლი რიცხვები გახდება. ამიტომ x უდრის 1/2 გახლავთ განტოლების ფესვი. ან იტყვიან ხოლმე განტოლების ამონახსნი. არა გვერიოს, ამონახსნი არის ფესვი. ამოხსნა არის თვითონ პროცესი ამ ფესვის მიღების. ხსნის შემდეგ განტოლებას. ნახეთ, გავხსნათ ფრჩხილები 12x plus 3-ჯერ 5 15-ია გამოვაკლოთ 2 გახლავთ 13 უდრის 12x plus 12x plus 14. ნახეთ რა მივიღეთ? მივიღეთ ასეთი რამ. 12x გამოკლებული 12x ეს იქნება 0, ანუ 0-ჯერ x. მოდით აქ ხას გავუსვავ, არ აგვერიოს. ნახეთ 12x გამოვაკლოთ 12x, ეს არის 0-ჯერ x უდრის 14-ს გამოვაკლოთ 13 ერთს. და ვხსნი მესამე განტოლებას.
აქ ფრთხილების გახსნის მერე მივიღებთ 12x მიუმატოთ 15-ს მინუს 1 14-ია, უდრის 12x პლუს 14 და ნახეთ რა მივიღეთ 0 ჯერ x-ი უდრის 0-ს. შევხედოთ ახლა სამივე ამონახს. პირველ შემთხვევაში x-ის კოეფიციენტი ავხედოთ, ნახეთ a. აქ არის. აქ x-ის კოეფიციენტი იყო 2. ნულისაგან განსხვავებულია, ამიტომ განტოლების ორივე მხარე ჩვენ გავყავით 2-ზე და მივიღეთ 1 ფესვი. მოდით შევხედოთ მეორე განტოლებას. აქ x-ის კოეფიციენტი 0-ის ტოლია. შეხედეთ, a-ს მაგივრად აქ წერია 0 და b-ს მაგივრად წერია 1. რა შეგვიძლია ვთქვათ ამ შემთხვევაში? რაზე გავამრავლო 0 რომ 1 მივიღო? ასეთი რიცხვი არ არსებობს. 0 გამრავლებული ნებისმიერ რიცხვზე 0-ია, 1-ს ვერ მივიღებთ. მაშასადამე ამ განტოლებას ამონახსნი არ აქვს. შეგვიძლია ჩავწეროთ x-ი ეკუთვნის ცარიელ სიმრავლეს. ან ქართულ ენაზე დავწეროთ განტოლებას არ აქვს ამონახსნი. აბა მესამე განტოლებაში x-ის კოეფიციენტი მივიღეთ 0 და თავისუფალი წევრით, აი მარჯვენა მხარეს, b-ს ნაცვლადაც მივიღეთ 0. 0 გამრავლებული ნებისმიერ რიცხვზე გახლავთ 0. მაშასადამე აქ ჩვენ შეგვიძლია x-ის ნაცვლად ჩავსვათ ნებისმიერი რიცხვი. ამ განტოლების ამონახსნი ნებისმიერი რიცხვია, მაშ ამ განტოლებას, აი ასეთ განტოლებას აქვს უამრავი ამონახსნი, შეგვიძლია დავწეროთ x-ი ნებისმიერია, x-ი ეკუთვნის ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეს. ახან ესე წერენ ხოლმე x-ი ეკუთვნის მინუს უსასრულობიდან პლუს უსასრულობამდე. როგორც თქვენ მოგწონთ, გნებავთ ქართულ ენაზე მიაწერეთ x-ი ნებისმიერია. ესე იგი ეხლა მე მინდა შევაჯამოთ ჩვენ აი ეს მიღებული სამივე შედეგი. თქვენ ალბათ უკვე ჩაიწერეთ ან დაიხსომეთ ეს შემთხვევა. გნებავთ დავტოვებ, აი მხოლოდ შემთხვევას ვტოვებ 2x-ი უდრის 1-ს. ნახეთ, ამ შემთხვევაში, კარგად შევხედოთ, რამდენი ამონახსნი აქვს? 1 ამონახსნი აქვს. როდესაც x-ის კოეფიციენტი a განსხვავებულია 0-ისგან, ჩვენ b არ გვაინტერესებს მაშინ როგორია, იმიტომ რომ b 0-იც რომ იყოს, ჩვენ აქ 0-იც რომ მიგვეღო, მაინც 1 ფესვი ექნებოდა, x-ი იქნებოდა 0 გაყოფილი 2-ზე, მაინც 1 ფესვი იქნებოდა. მაშასადამე წერთ, თუ a 0-ის თუ a არ უდრის 0-ს, მაშინ აქვს 1 ფესვი. 1 ფესვი და ეს ფესვი არის რისი ტოლი? ეს ფესვი არის x-ი b შეფარდებული a-ს ტოლი. ეხლა შევხედოთ მეორე შემთხვევას. როდესაც ამას წავშლი, ეს ჩვენ აღარ გვინდა, მხოლოდ ბოლო ნაწილი გვაინტერესებს, აი ეს ნაწილი. როდესაც a 0-ია, ნახეთ, და b 0-ისაგან განსხვავებულია. არ არსებობს რიცხვი, რომელსაც 0-ზე გაამრავლებთ და 0-ისაგან განსხვავებულ ნამრავლს მიიღებთ. ამ დროს ამონახსნი არ აქვს. ეს შემთხვევაც იქ გადავიტანოთ. მაშ თუ a არის 0 და b არ არის 0, მაშინ განტოლებას არა აქვს ამონახსნი, არა აქვს ფესვი. შეგიძლია დაწეროთ x-ი ეკუთვნის ცარიელ სიმრავლეს. დავიტოვოთ ბოლო შემთხვევა. ნახეთ, წავშლი ამ ზედმეტს და ნახეთ რა ადგილი დაგვრჩა. დაგვრჩა ეს. ნახეთ, 0 გამრავლებული x-ზე უდრის 0-ს. რაც გნებავთ ჩასვით x-ის ნაცვლად, ნებისმიერი რიცხვი 0-ზე გამრავლებული 0-ია. მაშ a-ს ნაცვლად, აქ ჩვენ გვაქვს 0 და b-ს ნაცვლადაც არის 0. ამ დროს უამრავი ამონახსნი აქვს განტოლებას, x-ი ნებისმიერია. ეს შემთხვევათ აქ დავწეროთ. თუ a-ც 0-ია და b-ც 0-ია, ანუ a უდრის b-ს და უდრის 0-ს, მაშინ განტოლებას აქვს უამრავი ამონახსნი, უამრავი ფესვი თუ გნებავთ ესე დავწეროთ, ოღონდ დავაზუსტებ, რომ x-ი ნებისმიერია. იმიტომ რომ განტოლება შეიძლება ქონდეს უამრავი ფესვი, მაგრამ არ იყოს ნებისმიერი რიცხვი ფესვი. ამ შემთხვევაში x-ი ნებისმიერია. აქ ჩამოწერილია წრფივი ერთუცნობიანი განტოლების ამოხსნის სქემა, შემთხვევები, a-ს და b-ს ყველა შესაძლო შემთხვევა გახლავთ განხილული. ეხლა ჩვენ
რა თქმა უნდა, ამოვხსნით ამ სქემით განტოლებებს. დავიწყებ პირველი განტოლება იყოს ასეთი. ამ სქემას თქვენთან უყურებთ ჯერჯერობით. აი დავწერ ესე. a კვადრატს მინუს 4 გავამრავლოთ x-ზე, უდრიდეს მაგალითად a კვადრატს პლუს 2a-ს და ჩვენ უნდა ამოვხსნათ ეს განტოლება. ჯერ x-ის კოეფიციენტს ხედავთ, ეს გახლავთ კვადრატების სხვაობა და ჩვენ შეგვიძლია დავშალოთ ის ესე a-2 გამრავლებული a+2-ზე. გავამრავლოთ x-ზე. მარჯვენა მხარეს ჩვენ შეგვიძლია გავიტანოთ a ფრჩხილებს გარეთ. ალბათ ჯობდა თავიდანვე დამეფიქსირებინა, რომ ჩვენ ეს განტოლება უნდა ამოვხსნათ x-ის მიმართ. ანუ ამ განტოლებაში საძიებელი x-ია. მივაქციოთ ყურადღება. ეხლა ნახეთ, შევხედოთ ჩვენ სქემას. როდის აქვს ვერ ხსნით ჩვენ ამ განტოლებას, ჩვენ ვერ გავყოფთ ამ განტოლების ორივე მხარეს a კვადრატ მინუს 4-ზე, იმიტომ რომ არ ვიცით ის როგორია, იქნებ ნულის ტოლია, ნულზე გაყოფა არ შეიძლება. ვიწყებთ შემთხვევების განხილვას. თუ x-ის კოეფიციენტი ავხედოთ, არ არის ნულის ტოლი, ერთი ფესვი აქვს. მას თუ ეს კოეფიციენტი არ არის ნულის ტოლი, ანუ a არც 2-ს უდრის და არც -2-ს, მოდით დავწეროთ. აი აქ თან გამოყენებულ, აი ეს ამას დავარქვათ ალგორითმი, ინსტრუქცია, გამოყენებულ ნაწილებს წავშლი ხოლმე, ხო? მას ეს როდის არ უდრის 0-ს, ესე იგი თუ a არ უდრის 2-ს და a არ უდრის -2-ს, მაშინ განტოლებას აქვს ერთი ფესვი, რომელი მარჯვენა მხარე გავყოთ მარცხენაზე, არ გვეშინია გაყოფის, იმიტომ რომ ვიცით, რომ ეს რიცხვები ნულისაგან განსხვავებულია. a+2 შეიკვეცება და დარჩება a გაყოფილი a-2-ზე. მაშინ ეს რომელი შემთხვევაა? ეს არის შემთხვევა, როდესაც პირველი კოეფიციენტი 0-ს არ უდრის. ეხლა ნახეთ, თუ პირველი კოეფიციენტი 0-ია და მეორე ნულისაგან განსხვავებული. ნახეთ ეხლა. პირველი 0 არის, როდესაც a2-ია ან -2. მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ მარჯვენა მხარე იყოს ნულისაგან განსხვავებული. b კოეფიციენტი არ არის. a არის კოეფიციენტი. b თავისუფალი წევრი გნებავთ დაარქვით. მარჯვენა მხარე დავარქვათ. ხო, მარცხენა მხარე 0-ია კოეფიციენტი x-ის. მარჯვენა ნულისგან განსხვავებული. -2-ის დროს ორივე 0-ია. მას a უდრის 2-ის დროს რა ხდება? მარცხენა მხარე 0-ს უდრის, მარჯვენა 0-ს არ უდრის. არა აქვს ფესვი. ამ დროს დავწერთ არა აქვს ამონახსნი. არა აქვს ფესვი. და ბოლოს მესამე შემთხვევა. ეს ჩვენ უკვე გამოვიყენეთ ეს პუნქტი. და ბოლოს თუ ორივე მხარე 0-ია, ანუ x-ის კოეფიციენტიც 0-ია და მარჯვენა მხარეც 0-ია, მაშინ აქვს უამრავი ამონახსნი. ნახეთ, ეს მხარეც 0 და ეს მხარეც 0. როდის არის? როდესაც a უდრის -2-ს, მაგ დროს x-ი ნებისმიერია. დავწეროთ x-ი ეკუთვნის ნამდვილ რიცხვთა სიმრავლეს, მაშასადამე ამ დროს განტოლებას აქვს უამრავი ამონახსნი. ეხლა კვლავ წფივ განტოლებებს, წფივ ერთუცნობიან განტოლებებს განვიხილავთ. ცხადია, დღეს სულ მაგაზე გვექნება საუბარი. განტოლება ესეთია. განტოლება, მოდით ჯერ ეს ამ განტოლებას დავწერ. k+2 გამრავლებული x-ზე უდრის 6. ნახეთ, რას გთხოვენ? გამოიკლიეთ, როდის არ აქვს ფესვი, როდის აქვს უამრავი ამონახსნი და როდის აქვს ერთადერთი ფესვი განტოლებასო. ვიწყებთ გამოკლებას. როდის არ აქვს განტოლებას ფესვი. ნახეთ, მარცხენა მხარეს x-ის კოეფიციენტი 0 უნდა იყოს და მარჯვენა მხარე განსხვავებული 0-ისგან. მარჯვენა მხარე ისედაც განსხვავებულია 0-ისგან, მაშასადამე, როდესაც k უდრის -2-ს, ხო? 0 გამრავლებული x-ზე 6-ის ტოლია, ეს ვერასდროს ვერ შესრულდება, განტოლებას ამონახსნი არ აქვს. როდის აქვს უამრავი ამონახსნი? როდესაც k+2-იც 0-ია და მარჯვენა მხარეც 0-ია, მარჯვენა მხარე არასდროს 0 არ იქნება. მაშასადამე ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, არ არსებობს k-ს ისეთი მნიშვნელობა, რომლისთვისაც ამ განტოლებას არ აქვს ამონახსნი.
როდის აქვს ამ განტოლებას ერთადერთი ამონახსნი? როდესაც k არ უდრის -2-ს. მაგ დროს აქვს ერთადერთი ამონახსნი და ის ტოლია 6 შეფარდებული k + 2-ზე. დაუკვირდით პარამეტრიან გამოსახულებაზე გაყოფისას ჩვენ ყოველთვის უნდა დავფიქრდეთ, გვაქვს თუ არა გაყოფის უფლება, თუ გამოსახულება ნულისაგან განსხვავებული არ არის, მაშინ ჩვენ გაყოფას ცხადია ვერ განვახორციელებთ. ეხლა სანამ შემდეგ მაგალითზე გადავიდოდე, მე გაგახსენებთ რა არის ტოლფასი განტოლებები. ტოლფასი ეწოდება განტოლებებს, რომლებსაც აქვთ ამონახსთა ერთი და იგივე სიმრავლე. ერთნაირი ამონახსნები. მოდით ახლა ამოვხსნათ მაგალითი და უფრო ნათელი გახდება თქვენთვის ეს განმარტება. მოდით ვნახოთ, ამოცანა არის ესეთი. ნახეთ, მოცემული არის ორი განტოლება, ერთი ჩვეულებრივი 2x + 3 უდრის 12-ს, მეორე პარამეტრ შეიცავს mx -1 უდრის 4m-ს და გთხოვენ გავარკვიოთ m-ის რა მნიშვნელობებისთვის არის ეს განტოლებები ტოლფასი. მაშინ გავიხსენოთ, რას ქვია ტოლფასი განტოლებები. მათ უნდა გქონდეთ ამონახსთა ერთნაირი სიმრავლე. რა არის მარცხენა განტოლების ამონახსნი? ამონახსნი 3-ია. 12-ს გამოვაკლოთ 3 და გავყოთ, არა 3 არა, 12-ს გამოვაკლოთ 3, 9 არის და გავყოთ 2-ზე. მაშინ ამონახსნი 9 მეორედია. ხო? მგონი არ შევცდით. რა არის მარჯვენა განტოლების ამონახსნი? ნახეთ, mx უდრის 4m + 1-ს. ეხლა ჩვენ m-ზე გაყოფა გვჭირდება და უკვე უნდა დავფიქრდეთ, გვაქვს ამის უფლება. ჩვენ გვინდა რომ განტოლებას გქონდეს ერთადერთი ამონახსნი, განტოლებები ტოლფასია თუ ერთნაირი ამონახსნებია. ანუ ამ განტოლების ამონახსნი თუა 9 მეორედი, მარჯვენა განტოლების ამონახსნიც უნდა იყოს 9 მეორედი. მაშინ შესაძლოა ეს განტოლება უნდა თავსებადი იყოს, მას უნდა გქონდეს ამონახსნი m-ი 0-ის ტოლი არ უნდა იყოს და მაშინ მისი ფესვი არის 4m + 1 შეფარდებული m-თან და თუ ჩვენ გვინდა რომ განტოლებები იყოს ტოლფასი, მაშინ ეს ფესვები უნდა იყოს ერთმანეთის ტოლი. ჩვენ მივიღებთ ჯვარედინად გამრავლების შემდეგ 8m + 2 უდრის 9m-ს, საიდანაც m-ი 2-ის ტოლია. მაშინ როდესაც m-ი უდრის 2-ს, ეს განტოლებები არის ტოლფასი. კვლავ ტოლფასობაზე, განტოლებათა ტოლფასობაზე ამოვხსნით სავარჯიშოს და ალბათ მაგით დავამთავრებთ ჩვენ დღევანდელ მუშაობას. ეს სავარჯიშო იქნება ასეთი. მე ჩამოვწერ აქ 4 ცალ განტოლებას და ჩვენ უნდა ამოვარჩიოთ მათგან რომელია ტოლფასი. პირველი განტოლება იყოს 2-ჯერ x + 1 უდრის 2x + 3-ს, მეორე განტოლება იყოს 2-ჯერ x + 1 უდრის 2x + 2-ს, შემდეგი განტოლება, ეგ დაეტევა მე მგონი x-ის მოდულს მივუმატოთ 1 0-ის ტოლია, x-ის მოდულს გამოვაკლოთ 1 0-ის ტოლია. გვეკითხებიან, რომელი განტოლებებია მათგან ტოლფასი? შეიძლება ერთი შეხედვით ვინმეს აი ეს ორი განტოლება ერთნაირი მოეჩვენოს, ტოლფასი, მსგავსი და ეს ორი ერთნაირი. მოდით გავარკვიოთ, ეს ასეა თუ არა. ამოვხსნათ პირველი განტოლება. 2x + 2 უდრის 2x + 3-ს. ჩვენ ასეთი განტოლება უკვე ამოვხსენით, 0-ჯერ x-ი 1-ის ტოლია, მაშ ამ განტოლებას ამონახსნი არ აქვს. მაშასადამე ამ განტოლების ამონახსთა სიმრავლე ცარიელია. მეორე განტოლება 2x + 2, 2x + 2-ს უდრის. ამ განტოლების ამონახსნი არის ნებისმიერი რიცხვი. ესე იგი ეს ორი განტოლება არ ყოფილა ტოლფასი. მარცხენა განტოლების ამონახსთა სიმრავლე ცარიელი სიმრავლეა და მარჯვენა განტოლების ამონახსთა სიმრავლე არის ნამდვილ რიცხვთა სიმრავლე. ესენი არ არის ტოლფასი. ამოვხსნათ მესამე განტოლება. x-ის მოდული უდრის -1-ს. შეიძლება რაიმე რიცხვის მოდული -1-ის ტოლი იყოს, არ შეიძლება. მაშ ამ განტოლების ამონახსთა სიმრავლე ცარიელია.
აბა, შემდეგი ბოლო განტოლება. x-ის მოდული 1-ის ტოლია, x-ი უდრის 1-ს ან x-ი უდრის -1-ს. ამ განტოლების ამონახთა სიმრავლე არის 2 ელემენტიანი სიმრავლე. რომელ განტოლებებს აღმოაჩნდათ ერთნაირი ფესვები, ერთნაირი სიმრავლე ფესვთა? შეხედეთ, აი ამ განტოლებას და ამ განტოლებას, რომლებიც გარეგნულად საერთოდ არ გავდნენ ერთმანეთს. მაშინ ამ 4 განტოლებიდან ეს 2 გახლავთ ტოლფასი. ჩვენი დღევანდელი გაკვეთილი იყო გამეორება, ეხებოდა გამეორებას, ამიტომ თქვენ მე-7 მე-8 კლასის სახელმძღვანელოებთან ერთად შეგიძლიათ გამოიყენოთ წიგნები მათემატიკის გამეორებისთვის. გისურვებთ წარმატება.